გამარჯობა, გილოცავთ 26 მაისს, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს. ვაგრძელებთ ქართულისა და მისი ძმების სახელების ეტიმოლოგიური განმარტების თაობაზე თხრობას. ამას ჩვენ არ უნდა ვაკეთებდეთ. მიმართავთ ქართველ ედანთმეცნიერებს, რომლებმაც გააყალბეს ყველაფერი, ისი გაყალბებაც კი შეიძლებოდა. ამჯერად ვისაუბრებთ კავკასიონზე. შეგახსენებთ წინა ვიდეოდან თემურაზ ბატონიშვილი. ბოჩის საკუთარი ღმერთი იყო უძველესთა ქართველთა. ბოჩისას იტყოდნენ ამას. ესხნე შვიდნი ხელნი, რომლითაცა ხელმწიფებდა თითოეულთა უმაღლესა მათ ყოველთა სხვათა მწვერვალთაგან. შვიდთა მწვერვალთა კავკასიისათა და თითოეულსა ხელსა მის აქვთ თვითო ფერი ხელმწიფება, მოფენად სარგებლობისა, წყალობისა, გინა რისხვისა. შემდეგ ეგ სახედვე შვიდნი ხელნი ბოჩისანი ნიშნდეს შვიდთა ნათესაობათა თარგამოსიანთა ქართლოსისა და სხვათა ექვსთა ძმათა მისთა, რომელნიცა იყვნენ ერთ საზოგადოება ხელისა ქვეშე ქართლოსისა, ეგროსის, მოვაკოსისა, ხეროსისა, ბარდოსისა, ლეკოსისა, კავკასიოსისა. ესე შვიდნი ნათესავნი არიან ერნი გიორგისა, ესე იგი საქართველოსისა, ანუ ივერისა, რომელნიცა პირველ ყოველივე ერთ ენა იყვნენ, ყოველდღე ქართულისა მომზრახ. როგორც ზემოთ მოყვანილი ამონარიდან ვიგებთ, ქართლოსა და მის ექვს ძმას ჰქონდათ ერთიანი მმართველობა, რომლის მატერიალური სახე იყო ბორჯღალის სიმბოლო. შვიდი მკლავი განასახიერებდა შვიდი ძმის მმართველობას, დაქვემდებარებით ქართლოსისადმი, ხოლო ასევე ამ ამონარიდებში მითითებულია შვიდი ძმიდან სამის მმართველობის სეგმენტი. მაგალითად, თითოეულსა ხელსა მის აქვთ თვითო ფერი ხელმწიფება, მოფენად სარგებლობისა, წყალობისა, გინა რისხვისა. მაშასადამე თეიმურაზ ბატონიშვილის განმარტავს, რომ თითოეულ ხელს სათითაოდ გააჩნდა ხელმძღვანელის ფუნქციაო, ანუ თვითო ფერი ხელმწიფება და ასახელებს 7-დან 3-ს, სარგებლობისა, წყალობისა და რისხვისაო. ოღონდ კონკრეტულად რომელ ძმას, რომელი ფუნქცია შეესაბამებოდა არ განმარტავს. თუმცა ჩვენ არამარტო ამ სამი ფუნქციის შესაბამისობა დავადგინეთ ძმებთან მიმართებით, არამედ დანარჩენი 4-ისაც. ამასთან ისიც დავადგინეთ, რომ ძმების სახელების ეტიმოლოგია უკავშირდებოდა მათ ამ ფუნქციებს. ანუ თუ თანამედროვე ტერმინოლოგიას გამოვიყენებთ, მათ მიმართავდნენ ფუნქციონალური სახელებით, რაც შემდგომ უძველეს ისტორიულ წყაროებში დამკვიდრდა როგორც საკუთარი სახელები. წინა ვიდეოში წარმოვიდგინეთ ამ სამიდან სარგებლისა, წყალობისა, გინა რისხვისაო, ბოლო რისხვის ხელმწიფება, რომელიც ეგროსის სახელის ეტიმოლოგიაში გამოიკვეთა. ახლა კი ვისაუბროთ კავკასიოსის, კავკას სახელის განმარტებაზე, არქაული ფორმით როგორ არის. გავიმეოროთ, თითოეულსა ხელსა საუბარია ბოჩზე, მისსა აქვთ თვითო ფერი ხელმწიფება, მოფენად სარგებლობისა, წყალობისა, გინა რისხვისა. ჩვენ შემთხვევაში სარგებლობის ხელმწიფება, ანუ ეგრეთ წოდებული სარგებლობის საკითხებში მთავარი პირის მმართველის თანამდებობა მიესადაგება კავკასს. გავიხსენოთ ესეც, ბოჩი გახლავთ ბორჯღალის შემოკლებული ფორმა, ბორჯღალი, იგივე ბორჯგალუ, რომლის უძველეს ქართული მართებული სახელწოდებაა სიონ-ნუნულუ. ამაზე გვაქვს ვიდეო და გთხოვთ უყუროთ, რაც მწვერვალი პირველ კაცს ნიშნავს. კონკრეტულად კი ბოჩის უძველესი ქართული სახელწოდებაა სიო, აღნიშნავს მწვერვალს. უძველესი პირველი ქართული ერთიანი სახელმწიფოს დამაარსებლის ქართლოსის ძმის კავკასიოსის კავკას სახელი შედგება ორი სიტყვისაგან კავ პლუს კას, რომელიც იკითხება როგორც მმართველი, მეკასე ან მოლარი. ეს თანამედროვე ფორმაში რომ აუხსნათ, იქნება ფინანსთა მინისტრი, რომელიც განაგებს ქვეყნის ფინანსურ საკითხებს. სწორედ ასეთი ხელმწიფებით იყო აღჭურვილი ქართლოსის ძმა კავკასიოსი. კავ თეთრი ხმონგი, ძნა, მართვა, მმართველობა, დაცვა, კაუ გადასახადის დაწესება, ამოქმედება, აკრეფა, კაუ იაპონური ზმნა, რომელიც ძირითადად ყიდვას, ფასის გადახდით მიღებას ნიშნავს. კას, ახლა კას, შუმერული სიტყვა ძირითადად დრუს აღნიშნავს, რომელიც შუმერული კულტურის, ეკონომიკისა და ყოველდღიური კვების ცენტრალურ ელემენტს წარმოადგენდა. ის
ბოდიშით თხევად პურად ითვლებოდა და მუშების ეგრეთ წოდებულ ხელფასსაც წარმოადგენდა, გამოიყენებოდა ხელფასის სახით. ლუდი შუმერული ცხოვრების აუცილებელი ნაწილი იყო, რადგან მას საკვებში შრომაში და ამავე შემდეგ სთავაზობდნენ, ანუ ასრულებდა ერთგვარი პულის როლს და ყოველდღიური ხელფასის ნაწილს წარმოადგენდა. ლუდი ინახებოდა სპეციალურ ჭურჭელში, როგორიცაა ლამსა, კასრი და ნახტანი. ასევე საყურადღებოა ქართული სიტყვა კასრი, კასრი, სასმელის შესანახი ჭურჭელი. წარმოდგენილია ინგლისურშიც კას, ნასესხებია ჰოლანდიური სიტყვიდან კას, კარა და ზარდახშა ყუთი, ძვირფასეულობის შესანახი. შუა ჰოლანდიურიდან კას, ქას, ძველი ფრანგულიდან კას და ლათინურიდან კასპას, ყუთი, ზარდახშა. ნაწარმოებია ძველი ფრანგული კასესკა, ზარდახშა, დიდი კონტეინერი, ასევე სლავური კასა, სალარო. შემდეგ ხდება სებუანოს ენაშიც. სებუანო არის ავსტრონეზიული ენა, რომელიც სამხრეთ ფილიპინებში გამოიყენება. საუბრობენ ისაიას ხალხი და სხვა ეთნიკური ჯგუფები. აღნიშნავს იგივეს. სრულ ეტიმოლოგიას დავდეთ პოსტებში და შეგიძლიათ გაეცნოთ. ეტიმოლოგია კას ფლანგვა ხარჯვა, ამასაც ნიშნავს. ვაშალსადამე კავკასიის სახელის ეტიმოლოგია გახლავთ მმართველი მეკასე, ანუ მოლარი, ანუ სარგებლობის ხელმწიფებით აღჭურვილი პირი, ანუ ქვეყნისთვის სარგებლობა რომ მოჰქონდა ფინანსური რესურსების გამოყენებით. ხოლო ჩვენ ამ სახელის კავკას ეტიმოლოგია დავადგინეთ და შეუსაბამეთ კონკრეტული ფუნქცია, კონკრეტულ ისტორიულ პიროვნებას. მისი სახელიც მისი მმართველობით სეგმენტის დანიშნულებიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა. ამ ეტაპზე თქვენ პატივცემულო მაყურებლებო უკვე იცით ქართლოსის ორი ძმის სახელების ეტიმოლოგიური შინაარსობრივი განმარტება. ეგროსი, ეგრ, რისხვის ხელმწიფებით აღჭურვილი, ანუ თანამედროვე განმარტებით გაერთიანებული ძალოვანი სტრუქტურებისა და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი უმაღლესი პირი და კავკას სარგებლობის ხელმწიფებით აღჭურვილი, ანუ ფინანსთა მინისტრი. ამ ორი მონაცემიდან ასევე შეგვიძლია იმის თქმაც, რომ საქართველოში იორის ხეობაში ქართლოსის მისი 6 ძმისა და მათი მოთქმის შემოსვლის შემდგომი პერიოდისთვის 7-ს განაწილებული ჰქონდა ეგრეთ წოდებული სახელისუფლებო ფუნქციები, რომელთა მეშვეობითაც მართავდნენ წინარ სახელმწიფოებრივ გაერთიანებას, რომელიც როგორც წინა ვიდეოში მოგახსენეთ, კავკასიაში ერთიან ქართლოსიანთა სახელმწიფო ჩამოყალიბდა 71 წლის მანძილზე. თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით ძველი წელთაღრიცხვის 2652 წლიდან და ეწოდებოდა ივერია. შემდეგ ვიდეოში წარმოგიდგენთ ეროსის, ერის სახელის ეტიმოლოგიას. ამ ჩვენს არ უნდა ვაკეთებდეთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას არ უნდა ვაკეთებდეთ, ამას უნდა აკეთებდნენ ქართველი ენათმეცნიერები. გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არქივი, უყუროთ ჩვენს ვიდეოებს, მოგწეროთ კომენტარები და შეკითხვები. დიდი მადლობა.